თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს პროევროპული აქციების მონაწილის ნარკოდანაშაულში ბრალდებული გიორგი ახობაძის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე გიორგი ახობაძის მეგობარი ლევან ბერიძე დაიკითხა, რომელიც 7 დეკემბრის ღამეს ახობაძეს დაკავებისას თან ახლდა. ბერიძემ დაკავების შემთხვევა მანამდე დაკითხული ბრალდების მოწმეებისგან განსხვავებულად აღწერა. მის თქმით, ახობაძის ჩხრეკაში მინიმუმ 5-6 პოლიციელი მონაწილეობდა. მისგან განსხვავებით, ბრალდების მხარის მოწმეები დაკითხვისას ამბობდნენ, რომ ბერიძესა და ახობაძეს სამ-სამი პოლიციელი ჩხრეკდა და პროცესის გადაღება ტექნიკური და ადამიანური რესურსის უკმარისობის გამო ვერ მოხერხდა. გიორგი ახობაძის საქმეში არ არსებობს არც ნეიტრალური მოწმე. ლევან ბერიძის თქმით, ჩხრეკის პერიოდში სანაპიროზე მანქანები გადაადგილდებოდნენ და სიგნალსაც აძლევდნენ, რაც პოლიციას ჩხრეკაზე ნეიტრალური პირის დასწრების შესაძლებლობას აძლევდა. გიორგი ახობაძე, რომელსაც დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შეძენა შენახვას ედავებიან, ამბობს, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს და ნივთიერებაზე მისი ბიოლოგიური მასალა ნერწყვი გადაიტანეს. 7 ივლისს გამართულ სხდომაზე ადვოკატებმა საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნის დართვის შუამდგომლობა დააყენეს, რომლითაც დასტურდება, რომ ახობაძისგან აღებულ მასალაზე ბრალდებულის ნერწყვია. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი ახობაძეს 8-დან 20 წლამდიან უვადო პატიმრობა ემუქრება.